სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI-ის მოცულობამ 2025 წლის პირველ კვარტალში 179.400.000 დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით. 2025 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.100.000 დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია. რეინვესტიციამ 150 მილიონი დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6%-ს გაუტოლდა. ექსპერტულ წრეში FDI-ის კლების ტრენდის შენარჩუნება არ უყვირთ. მათი თქმით, როცა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია ბუნდოვანი ხდება, ინვესტორებისთვის გაურკვეველ და არაპროგნოზირებად გარემოში ფულის ჩადება სარისკოა. Sorry, გაურკვევლობა თითქოს თან ერთს ამბობენ, სხვა რამეს აკეთებენ. შესაბამისად, ეს კითხვის ნიშნები ბუნებრივია უკვე აღარ უჩენს ინვესტორს იმის სურვილს, რომ განიხილოს საქართველოს როგორც მიმართულება, შესაბამისად იღებს რაღაც სხვა გადაწყვეტილებას. საქმეს ართულებს ძალიან თვითონ რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ეს არ არის მხოლოდ თქვათ ქართული პრობლემა, თვითონ რეგიონალური პრობლემაც არის, თუმცა თუ ერთი მხრივ ჩვენ შეგვეძლო თქვათ რეგიონში ამ მიმდინარე მოვლენების ჩვენ და სასიკეთოდ გამოყენება იმ კუთხით, რომ შეგვექმნა შესაფერისი პოლიტიკური და ეკონომიკური თქვათ გარემო, ამის ნაცვლად ჩვენ პრინციპში დავამძიმეთ სურათი და ჩვენ თავსაც ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დავადეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვალს. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი შეფასებით ეს განწყობა ზოგადი თქვათ ინვესტიციებთან მიმართებაში. ქვეყანამ საინვესტიციო მიმზიდველობა რომ დაკარგა, ექსპერტების ნაწილისთვის იმითაც დასტურდება, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში შემოსული 179 მილიონი დოლარის FDI-დან 150 მილიონი დოლარი რეინვესტირებაზე მოდის. ანუ ძველმა ინვესტორებმა ჩააბრუნეს საქმეში თავიანთი მოგება. გამოდის, რომ ახალი ინვესტიციების სახით მხოლოდ 29 მილიონი დოლარია ქვეყანაში შემოსული. 2024 წელს კი რეინვესტირების წლიური მაჩვენებელიც შემცირებულია. 2024 წელს პირდაპირ უცხოურმა ინვესტიციებმა ზუსტად 30% დაიკლეს, თითქმის 1/3. და ციფრებში რო გადავიყვანოთ, თითქმის ლაპარაკია 600-დან 700 მილიონ აშშ დოლარზე. ბევრს ლაპარაკობენ ასევე იმაზე, თქვათ ინვესტიციების სტრუქტურა როგორ არის და თუ რეინვესტირების მონაცემი მაგალითად 2024 წელს თითქმის 90%-მდე მივიდა რა. ანუ ეს იმას მეტყველებს, რომ ქვეყანაში ახალი ფული ფაქტიურად არ შემოდის და ხშირად თუ ჩვენ შეიძლება გვესმოდეს, რომ ინვესტიციების მიმზიდველი ქვეყანა ვართ, პასუხი მარტივია, აღარ ვართ. უბრალოდ ამ ქვეყანაში პირდაპირ ინვესტიციის განხორციელებას სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი ფიქრობს. და ამის მიზეზები ბევრი შეიძლება დასახელდეს, იმიტომ რომ თავარი კითხვა, თავარი ამოცანა რაც ნებისმიერ ინვესტორს აქვს, რამდენად დაცულია მისი ინვესტიცია მათ თუ იმ ქვეყანაში და ეს პირდაპირ უკავშირდება, რამდენად აქვს საშუალება მას კონდეს ბერკეტი და რამდენად აძლევს მას ადგილობრივი სასამართლო სისტემა, მოდი ესე ვთქვათ, უფრო თავი კომფორტულად იგრძნოს და დასავლეთის მხრიდან პოტენციალურ ინვესტორებს და არა მარტო დასავლეთის, ისიც ნებისმიერი ინვესტორის იქნება ეს ჩინელი, იქნება ეს არაბი, იქნება ეს ევროპელი თუ ამერიკელი, უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის თამაშის წესები არის ერთნაირი და ამ თამაშის წესებიდან გადახედვას ისინი დღეს რო ხედავენ და ამას პირდაპირ ლაივში უყურებენ, არანაირი სურვილი რო ქვეყანაში შემოვიდნენ და რამეში ფული დააბანდონ, ამას ვერ ხედავთ. კიდევ ერთი მდგენელი, რაც ინვესტორს ინვესტირების გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს სამართლიანი ბიზნეს გარემოს არსებობაა, რაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რაც სპეციალისტების განმარტებითვე დღეს საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, სასამართლო არ გვივარგა ქვეყანაში და ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთის მიყოლებით არც ერთ ხელისუფალს გარღვევა არ გაუკეთებია სასამართლოს თვალსაზრისით და ივანიშვილმა ეს პირდაპირ რაღაც დიდ სიმაღლეებზე აიყვანა იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ დაიმორჩილა. ანუ ლაპარაკობთ ქვეყანაზე, სადაც ერთ ოჯახს ემსახურება ფაქტურად პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო გვახსენეთ. ანუ
რამე მერიტოკრატიას და რამე სამართლიანობაზე ლაპარაკი აქ ძნელია, ხო? ჩვენარი ეკონომიკა პირდაპირ ინვესტიციების გარეშე სერიოზულ პრობლემებში იქნება საშუალო და გრძელ ვადაში. 2025 წლის პირველ კვარტალში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანათა სიაში პირველ ადგილზე ჩეხეთია 43 მილიონი დოლარით. მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ 39 მილიონ 600,000 დოლარით, ხოლო მესამეზე თურქეთია 28 მილიონ 100,000 დოლარით. რაც შეეხება FDI-ის სექტორულ გადანაწილებას, 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70 მილიონ 200,000 დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციის და კომუნიკაციების სექტორი 52 მილიონ 300,000 დოლარით, ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27,5 მილიონი დოლარით.